7 საათია, გარეთ ძალიან მაგრად ცივა. მივდივარ ერთი საინტერესო ადგილის მოსანახულებლად, რომლის გამოც ეს დისკომფორტი ნამდვილად ღირს. ეხლა მივალ და თქვენთან ერთად ნახავ ამ ადგილს და თქვენც დაგათვალიერებინებთ. ახლა მოვედი ჰარვარდის ხიდზე, რომელსაც სმუტის ხიდსაც უწოდებენ. ჩემს უკან არის ბოსტონი, ჩემს წინ კი კემბრიჯია. ამ ხიდის განსაკუთრებულება მდგომარეობს იმაში, რომ ხიდს არ ზომავენ მეტრობით, არამედ ზომავენ სტუდენტის ტანის სიმაღლით. საქმე იმაშია, რომ 1958 წელს MIT-ის სტუდენტურმა საძმომ გადაწყვიტა გაეგო რამხელა იყო ხიდის სიგრძე, რომელიც კემბრიჯსა და ბოსტონს აკავშირებდა. მათ გადაწყვიტეს, რომ სტანდარტული მეტრი ზედმეტად მოსაწყენი იქნებოდა და ხიდის გასაზომად გამოიყენეს თავიანთი ყველაზე ტანდაბალი წევრი ოლივერ სმუტი. გაზომვის პროცესში ოლივერი წვებოდა ასფალტზე, მისი მეგობრები კი ნიშნულს აულებდნენ. საბოლოოდ ოლივერი ისე დაიღალა, რომ მეგობრებს ის ერთი ადგილიდან მეორეზე ხელით გადაჰყავდათ. მათ დაადგინეს, რომ ხიდის სიგრძეა 364 სმუტი და +-1 ყური. თუ ხიდზე მოხვდებით, ნახავთ, რომ ყოველ 10 სმუტში ასფალტზე ფერადი წარწერებია. სტუდენტები მათ ყოველწლიურად ანახლებენ. Google Maps-ზე ხიდის მონიშნვისას სიგრძეს სმუტებშიც გიჩვენებთ. ადგილობრივი პოლიცია ამ დანაყოფებს იყენებს საგზაო შემთხვევების ზუსტი ადგილის დასაფიქსირებლად, მაგალითად, ავარია მოხდა 150 სმუტთან და ასე შემდეგ. მომსდაბლო წერია 300, რაც იმას ნიშნავს, რომ მე ხიდზე ახლა ვიმყოფები 300 სმუტის სიგრძეზე. თავად ოლივერ სმუტი მოგვიანებით გახდა ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის პრეზიდენტი და ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ანუ გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც გამოიყენეს არასტანდარტულ საზომად, მოგვიანებით გახდა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აწესებდა სტანდარტებს.